მოგესალმებით ბატონებთან. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ხორბლის ბაზარზე არსებულ ვითარებისთვის საუბრობთ დღეს. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ამჯერად უკვე განუსაზღვრელად თქვენი საიმპორტო გადასახადი როგორ აისახება ეს ყველაფერი ბაზარზე და როგორ შეიძლება რომ მოქმედოს ქვილის და ხორბლის ფასებზე. კი ბატონო, მოგესალმებით. გახანგრძლივდა ქვილის საიმპორტო გადასახადი. ჯერ კიდევ ერთხელ შევახსენებ თვითონ მაუბრებლებს, რომ რას ნიშნავს ქვილის საიმპორტო გადასახადი და რატო იყო ამის საჭიროება, რომ შემოსულიყო თავის დროზე. ვიცით, რომ 2021 წლიდან რუსეთმა შემოიღო ხორბალზე მცურავი ბაჟი. რეალურად რითაც ხორბლის გაძვირება გამოიწვია ხორბლის გამოტანის დროს რუსეთიდან და შესაბამისად ქვილზე დატოვა ნულოვანი გადასახადი. ადრე ნულოვანი გადასახადი იყო ორივეზე, ქვილზე და ხორბალზე. შესაბამისად ამან გამოიწვია მათ შორის საქართველოში, რადგან მდებარეობა ჩვენ გაქვს საზღვარი ძალიან ახლოს არის რუსეთში, გამოიწვია ის, რომ ხორბლის შემოტანას აზრი დაეკარგა და ქვილზე გადავიდა ქვეყანა. შესაბამისად ამან გამოიწვია მაშინ წისქვილების გაჩერება, ადგილობრივი ხორბლის მოსავლის მიღების პრობლემები, იმიტომ რომ წისქვილი თუ არ მუშაობს ხორბალს ვერ ღებულობ და საქართველოს მთავრობამ 2023 წელს მიიღო დადგენილება შემოსულიყო ქვილის საიმპორტო გადასახადი. ამ ქვილის საიმპორტო გადასახადით დაბალანსდა ხორბლის საიმპორტო გადასახადი რუსეთიდან. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ დღეს და შესაბამისად ეს არის სწორი კონკურენციის პირობების დაბრუნება ბაზარზე. შესაბამისად ეს მექანიზმი დღეს გახანგრძლივებულია უკვე 1 აპრილიდან და გახანგრძლივება იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ კონკურენციის პირობები იყოს ადგილობრივ ბაზარზე. ეხლა რაც შეეხება თვითონ ტერმინს განუსაზღვრელი ვადით. რეალურად ეს ტერმინი შინაარსთლიანობაში არ გამოხატავს, უბრალოდ რაზე დამკვიდრდა ბოლო დღეებში. ეს გადასახადი იარსებებს მანამ, სანამ რუსეთიდან იქნება ხორბლის საიმპორტო გადასახადი. თუ ეს გადასახადი ხორბალზე მოიხსნა, ანუ მცურავი ბაჟი, შესაბამისად ამის საჭიროება აღარ იქნება და აქედანაც მოიხსნება. უბრალოდ იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ეს გახანძლივების პერიოდები, 6 თვიანი პერიოდები იყო ძირითადად, ხელს უშლიდა გრძელვადიან ხედვას მათ შორის კომბინატების, წისქვილ კომბინატების და დარგების, მათ შორის ხორბლის მომყვანების, იმიტომ რომ მათ არ იცოდნენ გახანძლივებოდა და თუ არა და შესაბამისად ვერ გეგმავდნენ ბიზნეს პროცესებს, მათ შორის ხორბლის შემოტანას, ხორბლის რეალიზაციას და ასე შემდეგ. შესაბამისად მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება, რომ მთლიანობაში ეს ყოფილიყო გრძელვადიანი. ანუ რეალურად მოხდა ისე, რომ დადგენილებაში ჩაეწერება სხვა კულტურებთან ერთად, უბრალოდ ჩაეწერა სხვა კულტურებთან ერთად ამ გადასახადის მოსაკრებლის, თქვათ, რაოდენობა და შესაბამისად ეს დადგენილება გამოვიდა ამ სახით. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ თუ გამოწვევა გარედან, ანუ ხორბლის მცურავი ბაჟი არ იქნება, შესაბამისად მოიხსნება ეს გადასახადი და აღარ იარსებებს. ეს არის მთლიანად ეს ანატომია იმისი, თუ რატომ არის ეს შემოღებული, მათ შორის თვითონ გრძელვადიანად და შესაბამისად რა გამოწვევას პასუხობს ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას ბაზარზე. დღევანდელი სიტუაციის მიხედვით ბაზარზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ რეგიონში ხორბლის ფასი გაძვირებულია, მათ შორის რუსეთში, იმიტომ რომ ხორბლის დაბალ მოსავალს ელოდებიან და ნამდვილი 2 წლის წინანდელთან შედარებით. იგივე არის ევროკავშირის ქვეყნებში, იგივეა უკრაინაში, ყაზახეთთან მიმართებაში ჯერ კიდევ ძველი მოსავალი აქვს და ვიცით სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს ტრანსპორტირებაზე და ეს ოდნავ აბალანსებს, თუმცა ფასები არის იმაზე მაღალი, რაც იყო შარშან ხორბალზე. შესაბამისად, აქაც თუ ჩვენ ავიღებთ ქართულ რეალობაში თუ გადმოვალთ, დღესდღეობით ქართული ხორბლის ჩაბარება უკვე მოხდა წინა სეზონის და ახალი სეზონი, რომელიც დაიწყება ივნისის თვიდან, ფაქტიურად ეს იქნება ის სეზონი, როდესაც ჩვენი მეხორბლეები, ქართველი მეხორბლეები, ფაქტიურად უფრო ღირსეულ ფასად ჩააბარებენ ხორბალს და მათთვის ეს ფასის მატება არის საკმაოდ კარგი ტენდენცია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა 2 წელი უბრალოდ მათ ჰქონდათ პრობლემები ხორბლის ჩაბარების ფასთან მიმართებაში. გახსოვთ, ყოველთვის იყო ლაპარაკი იმაზე, რომ 60 თეთრის ფარგლებში იყო წინა 2 სეზონში ჩაბარება 1 კილოგრამი ხორბლის, რაც მეხორბლეების ადგილობრივის გარკვეულწილად
იწევდა არა სათანადო რეაქციებს, დღეს ჩაბარების ფასი არის, თუ გადავიანგარიშებთ ქართულ ხორბალზე, ეს არის 80-90 თეთრი და შესაბამისად ივნისის თვიდან ეს იქნება თუ ესეთი ტენდენცია შენარჩუნდა საკმაოდ მაღალი ფასი, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ჯერ მესმის რომ წაიანაზრება, მაგრამ ხომ შეიძლება მაინც არის სავარაუდოდ საფუძველზე მოსავალი ჩვენთან ქართულობის ну წინასწარი მონაცემებით ალბათ საშუალო რაოდენობასთან ახლოს იქნება შარშან მონაცემებით სამინისტროს მონაცემების ოფისის მეურნეობის და სტატისტიკის მონაცემებით მიღებულია დაახლოებით 200,000 ტონა ხორბალი, რაც საკმაოდ მაღალი არის და შესაბამისად აქედან სასურსათო იყო დაახლოებით 60%. შესაბამისად, ну თუ არაფერი მერე პრობლემები არ გაჩნდა, იმიტომ რომ პრობლემები შეიძლება გაჩნდეს უბრალოდ ამინდებიდან გამომდინარე, რაღაც სხვადასხვა კიდე ტენდენციებიდან გამომდინარე, ну თავის დროზე მომწიფების პერიოდში რაღაცები უნდა დაემთხვას ერთმანეთს, მათ შორის ამინდი, ნალექი და აღების დროს არ უნდა იყოს დიდი ნალექი, ანუ ეს არის შიდა სამზარეულო, თუ ესეთი პრობლემები არ გაჩნდა, რეალურად ну ველოდებით საშუალო მოსავალს, რაც 200,000 ფარგლებში წესით უნდა იყოს და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ მოსავლის პირობებში ფასი თუ იქნება ის, რაც დღეს არის, ფაქტიურად ეს იქნება საკმაოდ კარგი შემოსავლის წყარო, მათ შორის ადგილობრივი ქართველი ფერმერებისათვის. თქვენ ახსენებთ, რომ გაძვირების ტენდენცია არის ბაზარზე, საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის რუსეთშიც. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ფასების ზრდა ხომ არ არის მოსავალებელი ამ ტენდენციიდან გამომდინარე. ხომ არ ვეით, რომ ახლოს მომავალში შეიძლება გაწყვეტდეს, იგივე ხორბალთან მიმართებაში, როგორ მოვიდინიკო ქვეყნთან მიმართებაში და იმპორტის მაჩვენებლებსაც რომ გითხრათ, აი იგივე ყაზახური და სუბსიდირებული ხორბალი, როგორ შემოვიდა ჩვენთან, უახლოს მომავალში კიდევ შემოვა თუ არა და აი ამ მხრივ რა ხდება? კი ბატონო, ანუ რაც შეეხება გაძვირებას, გაძვირდა სწორი ბრძანეთ და გიდასტურებთ, გაძვირდა ხორბალი, თუ ჯერ კიდე ერთი თვის წინ შემოსადანი ხორბლის ფასი იყო 700 ლარის ფარგლებში 1 ტონა, დღესდღეობით 1000 ლარს გადასცა, შესაბამისად გაძვირება სახეზეა. ну ამან იმოქმედა თვითონ ფქვილის ფასეც, ну უკვე 57 ლარია 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი. რაც შეეხება ყაზახურ ხორბალს, ყაზახური ხორბალი შემოვიდა დაახლოებით 9000 ტონა 2 თვის განმავლობაში, იანვარი-თებერვალი და ყაზახური ხორბალი არის 9000 და დაახლოებით 30000 ტონა არის რუსული ხორბალი. ანუ გამოდის რომ ყოველი მე-4 ტონა ფაქტიურად არის ყაზახური, რაც კარგია კონკურენციის პირობებში. ყაზახური ხორბალი შემოვიდა იმიტომ რომ თვითონ ყაზახეთის მთავრობამ დაასუბსიდირა გზა, რომელიც თქვათ იყო ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს სხვა წერტილებში ყაზახური ხორბლის ექსპორტისათვის, თუმცა ეს რესურსი ამოწურვადია, იმიტომ რომ ყაზახეთმა მიიღო მაღალი რაოდენობის ხორბალი წელს და შესაბამისად იმისათვის რომ გაენთავისუფლებიათ თავიანთი ბაზარი ჭარბი ხორბლისაგან, ამიტომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. შესაბამისად, როგორც ეს ხორბალი, რომელიც ზედმეტია გამოვა ბაზრებზე და დამთავრდება ეს ზედმეტი ხორბლის გამოტანა, ფასი თავისთავად ცხადია, დასუბსიდირებული არ იქნება და ეს ფასზე იმოქმედებს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვსარგებლობთ ამ სუბსიდირების პროგრამით, რომელიც ყაზახეთმა შემოიღო და ეს ძალიან კარგია საქართველოს ბაზრისთვის. თუმცა შემდგომში უკვე ივნისის თვეში ველოდებით უკვე ახალ გამოწვევებს. და კიდევ ერთხელ არის საიმპორტო გადასახადული რუბრიკაც ერთგულად და შეჯამება გავაკეთოთ ამისი, რომ იყო ესეთი შეფასებებიც უმთავრესად დაკავდა მცხოვრებლების მხრიდან, ну ისინი არ მიესალმებიან ასე ვთქვათ ამ გადაწყვეტილებას და ამბობენ რომ ცდომა ხარისხიან ფქვილზე, ასევე ფასებთან დაკავშირებით ნიშნავს საჩილსო. აი ესეც რომ შეგვიფასოთ ეს ნაწილიც და კიდევ ერთხელ აი საბოლოოდ ბაზარს რას აწევს ეს საიმპორტო გადასახადი ეს რომ შევაჯამოთ.
კი ბატონო, ჯერ დავიწყო წვდომა. წვდომა მეპურეები გულისხმობენ რუსულ ფქვილს. შესაბამისად მე შემიძლია გითხრათ, რომ სტატისტიკა შეიძლება ჩახედოთ ყველამ და სტატისტიკაში მოცემული არის რუსული ფქვილი შეუფერხებლად მოდის საქართველოს ბაზარზე. ანუ რეალურად ის რომ თქვათ რუსული ფქვილი არ შემოდის და არჩევანი არ არის, ეს ინფორმაცია ცოტა ზედაპირულია და შესაბამისად ყველამ შეიძლება ნახოს ბაზარზე რომ რუსული ფქვილი წარმოდგენილია. ეხლა რაც შეეხება ხარისხს, კატეგორიულად არ ვეთანხმებით ხარისხის თემას, იქიდან გამომდინარე რომ რეალურად საქართველოში მუშაობს ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი, რაც ნიშნავს, რომ ფქვილის ტექნიკური რეგლამენტში განსაზღვრულია ის ხარისხებული მაჩვენებლები ფქვილზე, რომელსაც უშვებს საქართველოს წისქვილკომბინატები და შესაბამისად სურსათის ეროვნული სააგენტო ამას მუდმივი მონიტორინგის ქვეშ აკონტროლებს. აქედან გამომდინარე ტექნიკური რეგლამენტი რაღაც არის ქვეყანაში, მის მიხედვით მუშაობს წისქვილკომბინატები და ფქვილის წარმოება ხდება ამ ხარისხის მიხედვით. შესაბამისად თუ რომელიმე წისქვილთან პრეტენზია აქვს, თქვათ, რომელიმე პურის მცხოვრებელს ამ პურის ქარხანას, მათ უნდა დაასახელოს და ჩვენ მხოლოდ ვივესალვებით იმას, რომ თუ ამას დაასახელებენ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული იქნას ის წისქვილკომბინატები, რომელიც უშვებენ ისეთ ხარისხს, რომელიც თქვათ, არ არის სტანდარტული და არ შეესაბამება ფქვილის ტექნიკურ რეგლამენტს. მეცაც გეტყვის, საქართველოში არსებობს ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი, თუმცა არ არსებობს პურის ტექნიკური რეგლამენტი. არ არსებობს ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი. ანუ ამის იმის თქმა მინდა, რომ წისქვილკომბინატები უფრო წინ არიან თავიანთი ხარისხობრივი მაჩვენებლის გამოშვებით თავიანთი პროდუქციის, ვიდრე მაგალითად პურის წარმოება იგივე, რომელსაც პრეტენზია აქვს წისქვილკომბინატებთან. იმიტომ რომ პურის ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში არ არსებობს. ასევე ხორბალთან დაკავშირებით არ არსებობს ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი. ანუ წისქვილებს აქვს ტექნიკური რეგლამენტი ხარისხთან მიმართებაში, რომ იმუშაონ სწორად არ აქვს მეპურეებს და არ აქვს მეხორბლებს. შესაბამისად მე ვფიქრობ ეს ზედაპირული მიდგომა არის, რასაც ბატონო პურის წარმომადგენლები ამბობენ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ფასთან მიმართებაში. ფასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ ფასი გითხარით სოფლიო ბაზარზეა გაძვირებული და ის რომ თქვათ ფასთან მიმართებაში პურის წარმომებლებს აქვს გარკვეული შენიშვნები, ეს არ გამომდინარეობს მარტო ფქვილის ფასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პურის ფასი შედგება არა მარტო ფქვილისაგან და ესაა დაახლოებით 40, ხანდახან 30%, არამედ სხვა თქვათ კომპონენტებისგან, რაც არის ხელფასები, რაც არის ენერგომატარებლები, რაც არის გადასახადები და ასე ვთქვათ, საფუარი, წყალი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს კომპონენტები ისინი ასახელებენ, რომ ესეც გაზვირდა და შესაბამისად, ესეც იწვევს გარკვეულ ვთქვათ ძვრებს. ამიტომ მათ მთლიანად კომპლექსურად უნდა ვთქვათ, პრობლემის არსი და შესაბამისად, ეს არის თემა. და რაც შეეხება იმას, რომ ვთქვათ, წვდომა და რუსული ბაზრიდან ფქვილის შემოშვება, არ შემოშვება. ჯერ ერთი გითხარით, რომ ფქვილი ისედაც შემოდის რუსული ბაზრებიდან. მეორე საკითხია ფასთან მიმართებაში, როგორ მუშაობს ეს გადასახადი და უნდა იარსებობს თუ არა ამ გადასახადს. იმიტომ რომ ხშირად არის პრეტენზიები, რომ თვითონ ამ გადასახადს არ მიესალმებიან და ამიტომ არის ეს არის მთლიანად ამის ვთქვათ არსი და ეს არის მიზეზი იმისათვის, რომ ფასი იზრდება. რეალურად ამ გადასახადების ავკარგიანობაზე როცა ვლაპარაკობ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც ეს გადასახადი შემოვიდა, საქართველოს ბიუჯეტმა შემოსავლად მიიღო ამ გადასახადებიდან ფქვილზე, ქერზე და კატოზე 50 მილიონი ლარი. ანუ რომელიც ადრე არ არსებობდა. შესაბამისად, თუ პურის წარმოებლის რაღაც პრობლემა აქვს, ვთქვათ, იგივე ფასთან მიმართებაში, მათ შეუძლიათ არა მიმართონ იმაზე, რომ ეს გამოწვეულია და პრობლემას არსი გამოწვეულია თვითონ მოსაკრებლიდან, არამედ შეუძლია მიმართონ იქეთკენ, რომ ეს გადასახადი, რომელიც თქვა აკუმულირებელია საქართველოს ბიუჯეტში 50 მილიონი ტონა გამოყენებული იყოს, თუნდაც მათთვის იგივე პურის ფასის დასაბალანსებლად და არა გაიშვირონ უბრალოდ ხელი იმაზე, რომ მოიხსნას ეს გადასახადი და შემოვიდეს რუსული ფქვილი. რუსული ფქვილის თუ შემოვიდა და გადასახადი მოიხსნა, დაბრუნდებით იგივე სიტუაციაში, რომელიც იყო 2022 წელს მაგალითისათვის, როცა ყველა წისქვილკომბინატი
გაჩერდა, ქართულ მეხორბლებმა ვერ ჩააბარეს ხორბალი და შესაბამისად შეიქმნა კრიზისული მდგომარეობა. კრიზისული მდგომარეობის ყველაზე დიდი პრობლემა მაშინ მოხდა ის, რომ შესაძლებელი იყო, რომ ქვეყანა დარჩენილიყო ხორბლის გარეშე, სტრატეგიული მარაგების გარეშე, რაც უფრო მაღალი პრობლემა არის, ვიდრე პურის ფასი მაგალითისათვის. იმიტომ რომ წისქვილ კომბინატები, რომლებიც დღეს მუშაობენ და ადგილობრივ ხორბალს იბარებენ და იმპორტით შემოაქვთ, უზრუნველყოფენ სტრატეგიულ მარაგებს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვინ იცობა და შეწყდეს გარკვეული შემოსვლები, შესაბამისად აქ ჩვენ გვაქვს იმის სრული გარანტია, რომ არ დავშტებით არც ფქვილის გარეშე და არც პურის გარეშე სხვათა შორის და იმის შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი გაჩერდა და პურის წარმოებლების მიმართულებას გავყვებით, მოხდება ის, რომ ფქვილის შემოსვლით რუსეთის ჩვენ არ გვექნება მარაგები. მარაგების არარსებობის შემთხვევაში ფქვილის შეწყების პირობებში ჩვენ სრულად შესაძლებელია აღმოჩნდეს კრიზისის წინაშე, რომ არც ხორბალი გვექნეს, არც ფქვილი გვექნეს და პურის წარმოებაც გაგვიჩერდეს. ამიტომ მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ასეთ მიდგომას და შესაბამისად ნებისმიერ ექსპერტთან, გინდა პირდაპირ ეთერში, გინდა ისე და გინდა კვლევებში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ თემასთან დაკავშირებით დაესვას წერტილი. მადლობა თქვენ.